კატასტროფულ გარემოში ცხოვრობენ ბავშვები სოფლებში. ჩამონგრეული სკოლა, ჩამონგრეული ბაღის შენობა, ჩამონგრეული სახლები არის მათი ყოველდღიურობის ნორმა. და ამას რო უყურებს და წყალი რო არ აქვს წესიერად, კანალიზაცია რო არ არის წესიერი და სახლი რო სახლს არ გავს და ყველაფერი ჩამონგრეულია, ეს ეჩვევა მისი ტვინი ეჩვევა ასეთ ვიზუალში ცხოვრებას, ასეთ ყოფაში ცხოვრებას და იშვიათია რომ იქიდან გაჩნდეს ერთი ან ორი ადამიანი, რომელსაც გაუმჯობესება უნდა რაღაცის. უმრავლეს შემთხვევაში ის ამ გარემოში რჩება. და ეს მომავალშიც, ხო, იმიტომ რომ ნორმა ხდება ეს მისთვის, ასეთ კონტექსტში აქვს მას ფუნქციონირება ნასწავლი და მოთხოვნაც არ იცის, სხვაც არ უნახავს, უკეთესიც არ შეუმჩნევია და შესაბამისად არ იცის რა მოითხოვოს, ან არა აქვს უნარი და შესაძლებლობა რომ მოითხოვოს უკეთესი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დღესვე მოვითხოვოთ ჩვენი ბავშვებისთვის მწვანე გარემო, ხეებიანი გარემო, განმავითარებელი გარემო. მარტო რაღაცა პლასმასის სკვერის ჩადგმა, პატარა რაღაცა ორი საქანელათი, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ გამოიყენოს ბავშვმა და არც სჭირდება. სჭირდება მას სივრცე, სადაც ირბენს, უსაფრთხოდ. ბეტონზე სირბილი უსაფრთხო არ არის. დაეცემა იდგენს. ბალახში სირბილი უსაფრთხოა. კი, იმ ბალახში შეიძლება იყოს რაღაცა მწერი, მაგრამ ის იმდენად პრობლემური არის, რამდენადაც პრობლემური არის სწორედ ესეთი ურბანული გარემო, რომელშიც ის უსაფრთხოდ ვერ ვითარდება.